ძალიან სასიამოვნოა რომ თბილისში გაიმართა და უკვე 25 წელია ტარდება ეს კონფერენცია და რა თქმა უნდა პირველ რიგში ორგანიზატორებს დიდი მადლობა პროფესორ წისკარიძეს, დოქტორ აზუმოვსკის, რომელიც ასევე თბილისელია, თბილისის უნივერსიტეტი ეგ დამთავრებული და მუშაობდა ჰოპკინსის სისტემაში, შემდეგ ახლა კერძო კომპანიაში მუშაობს და მათი ინიციატივით დაიწყო ზუსტად 25 წლის შემდეგ და ამ პერიოდში დიდი გარღვევები მოხდა სფეროში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ეს მივაწოდოთ ქართველ ექიმებს, რომ ქონდათ პირდაპირ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან გადმოცემული, რომლებმაც ეს გარღვევები მოახდინეს ამ სფეროში და ეხლა თუ გადავხედავთ ჩვენთან ინსულტის კურნალობას და პრევენციას 25 წლის წინ და ახლა უდიდესი სხვაობა და ამ კონფერენციამ ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა, დიდი როლი ითამაშა ამის წინსვლაში ამ სფეროში. ეხლა საქართველოში თვალსაჩინოა ეს წინსვლა, ეს შეეხება ინტრავენურ მკურნალობას თუ ინტრაარტერიულ მკურნალობას და ამაზე შეგვიძლია კიდე რა თქმა უნდა ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, როგორ შეიცვალა ინსულტის მკურნალობა ბოლო წლების განმავლობაში და თანამედროვე ტექნოლოგიები რამდენად უწყობს ხელს დიაგნოზის დასმის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია და შეიცვალა განსაკუთრებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შეიცვალა დრამატიულად, იმიტომ რომ გარღვევა მოხდა ეგრეთ წოდებული ინტრავასკულარული ან ენდოვასკულარული მკურნალობის თვალსაზრისით. ეს არის განვითარება სპეციალური კათეტერების, რომლის საშუალებითაც შედიან სისხლძარღვში, სისხლძარღვში ხდება თრომბის დაშლა, მაგას მექანიკურ თრომბექტომიას უწოდებენ. ეს აუმჯობესებს დრამატიულად გამოსავალს ინსულტისას. და ამ სფეროშიც ამ ბოლო 10 წელიწადში უზარმაზარი ცვლილებები უკვე დადასტურდა მკურნალობის თვალსაზრისით. თავიდან დაიწყო, რომ უნდა ყოფილიყო ძალიან პატარა ზომის დაზიანების კერა, დიდი ზომის რისკის უბანი და ამ შემთხვევაში სისხლძარღვის გახსნის შემთხვევაში ძალიან კარგი გამოსავალი იყო. ამის შემდეგ დაისვა კითხვა, მაგრამ რა ვქნათ იმ ინსულტებში, რომლებიც ძალიან მძიმეა და ძალიან გვიან 24 საათის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოდიან და უკვე თითქმის 6 საათიანი ფანჯარის დროს ყველანაირი ინსულტი ფაქტიურად მძიმე, გულისხმობ შუა არტერიის დაზიანებით გამოწვეულ ინსულტებს, შესაძლებელია მკურნალობა, აუმჯობესებს გამოსავალს და ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ უკვე წამლებს თრომბოლიტიურ თერაპიას და აქაც ერთი პრეპარატის მაგივრად, რომელიც სტანდარტულად იყო მიღებული, უკვე არის მეორე პრეპარატი, ეგრეთ წოდებული TNK ან tenactipleza და რომელსაც ცოტა უკეთესი შედეგები აქვს ვიდრე იმ ინტრავენურ წინათაობის ალტეპლაზას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. გარდა ამისა არის მძიმე ინსულტი ასევე ბაზილარული არტერიის თრომბოს უძახით და იქაც უკვე დადასტურებული არის ამ მიდგომის ეფექტურობა და ძალიან იმედის მომცემია ეს ყველაფერი, რადგანაც ეს სიკვდილიანობას ამცირებს ინსულტის დროს და გამოსავალს აუმჯობესებს სამი თვის თავზე მძიმე ინსულტების. ბატონ ზურაბ, ეს ვსაუბრობთ მსოფლიოზე. მე მაინტერესებს საქართველოში რამდენად განვითარდა ინსულტის მკურნალობის მიმართულებით სიტუაცია და მსოფლიოს რამდენად ვუწყობთ ფეხს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკითხვა და დიახ, ჯერ ვისაუბრეთ ეს რა თქმა უნდა მსოფლიოშია, მაგრამ ჩვენთანაც საკმაოდ ინტენსიურად უკვე მიმდინარეობს ესეთი ჩარევები. აქ დიდი პრობლემა არის რამდენად მისაწვდომია ეს ყველა რეგიონისათვის საქართველოში. ახლა თბილისისთვის რომ მისაწვდომია ფაქტია, მინიმუმ 5 თუ არა მეტი ცენტრი აკეთებს ამას თბილისში ამ თრომბექტომიებს და შესაბამისად ექიმები, ნეიროქირურგები აკეთებენ ძირითადად რა. არის ცენტრი ქუთაისში, არის ცენტრი ბათუმში და ახლა მნიშვნელოვანია რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურები, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყვნენ პაციენტები გადაყვანილები, რომ ამ ცენტრებში მიიყვანონ, რომ ჩატარდეს ეს მკურნალობა. სხვა მხრივ ტექნიკურად აღჭურვილი არიან და საკმარისია ის დიაგნოსტიკური საშუალებები, რაც არის საქართველოში იმისათვის, რომ ეს მოხდეს. ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ლოჯისტიკურ, ასე ვთქვათ, საკითხებს, როგორ გადმოვიყვანოთ ეს პაციენტები დროზე, როგორ შეიძლება ტელემედიცინის დანერგვა და განვითარება, რომ
სიტყვაზე თბილისში იქნება ქუთაისში თუ ბათუმში შეხედავს ექიმი სურათებს, კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათებს და ეთქვის გადმოიყვანეთ ეს ავადმყოფი რა, იმიტომ რომ ხა ადგილზე შეიძლება ნევროლოგებს, ზოგად ნევროლოგებს არ კონდეთ ისეთი გამოცდილება ამ სურათების გარჩევაში და გამოცნობაში, როგორც დასპეციალიზირებულს სისხლძარღვოვან ნევროლოგიაში და აი ტელემედიცინის განვითარება იქნება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ და ლოჯისტიკა როგორ გადმოიყვანოთ ეს პაციენტები დროზე ამ ცენტრებში რომ ჩაუტარდეთ ეს მკურნალობები. ზოგადად მინდა გკითხოთ ნევროლოგიის დარგში რა სიახლეებია, რაც შეგვიძლია რომ მაყურებელს გავაცნოთ. ნევროლოგიის დარგში ძალიან საინტერესო სიახლეებია. ნუ აი ბოლო დროინდელი განსაკუთრებით საინტერესო იყო არის ესეთი მემკვიდრეობითი დაავადება, ჰანტინგტონის ქორია, რომელიც ძალიან მძიმე დაავადება, ჯერ ერთი მოძრაობის მოშლილობები აქვს და მეორე სამწუხარო ძალიან მძიმე დემენცია ეწყებათ ახალგაზრდა ასაკში 50 წლის პარკლებში და ნუ შესაბამისად მეორე პაციენტები ამითი იღუპებიან და გენეტიკური დაავადება არის საკმაოდ მძიმე და ამის მკურნალობა არ არსებობდა და ნუ აი ახლა დაიბეჭდა, რა თქმა უნდა მეორე ფაზის ეს უნდა დადასტურდეს ჯერ კიდევ მესამე ფაზაში, მაგრამ ძალიან იმედის მომცემი გამოკვლევები, რომ გენური თერაპიის მეშვეობით ნეიროქირურგიულად სტერეოტაქსიული ოპერაციით ჩანერგვა ხდება ამ შესაბამისად ნუკლეოტიდის სპეციალური პროუბი, ასე ვთქვათ, რომელიც იმას ბლოკავს აი მანკიერ ტოქსიურ პროტეინს, რომელიც ამ დაავადებას იწვევს და ძალიან შემცირდა დაავადების პროგრესირება და ნუ ეს აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გენური თერაპიის პირდაპირი კლინიკური ჩვენება ეფექტურობის ნევროლოგიაში იყო და ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მწვავე რა პრობლემებია დღესდღეობით ნევროლოგიაში და რას მიაღწია მედიცინა? პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ რადგანაც აი ეს განსაკუთრებული დაავადებების ჯგუფი მატულობს, იმიტომ რომ ცხოვრების ხანგრძლივობა ალბათ გაიზარდა და დიაგნოსტიკაც გაუმჯობესდა, უგულისხმობ ალცჰეიმერის დაავადებებს და მსგავს მონათესავე ჯგუფის კიდე კოგნიტიურ მოშლილობებს და დემენციებს და ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ამის მკურნალობის, ახალი მკურნალობის მასიური დანერგვა. ალცჰეიმერის დაავადებაში ორი პრეპარატია ხა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული, რომლებიც პროგრესიას ამცირებს, მაგრამ მკურნალობა არ არის. პროგრესის შემცირებაც დიდი საქმე იქნება, რა თქმა უნდა, რა თუ მოხდება პროცესის გაყინვა, ასე ვთქვათ რა. აქ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი, იმიტომ რომ ეს ორი პრეპარატი კარგია რო არის უკვე და ასე ვთქვათ საბაზისო პრეპარატებად შეითვლება და ახალი პრეპარატების ეფექტურობა მერე შეედრება ამას. პრობლემა არის, რომ ფასი ამ პრეპარატების ასტრონომიული ფასებია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მერე მოხმარებაც არ არის, ესეთი ადვილი სპეციალური გადასხმის ცენტრები ჭირდება, გვერდითი მოვლენებით საკმაოდ აქ და ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი, მაგრამ რადგან პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაინც მნიშვნელოვანია და იმედია, რომ მალე თანდათანობით უფრო მეტი და მეტი დაინერგება ის, ვთქვათ, თუ შევადარებთ, არის ესეთი სხვა დაავადებაა სრულიად ავტოიმუნური გაფანტული სკლეროზი, მაგრამ დაახლოებით 30 წლის წინ იქაც ესეთი მდგომარეობა იყო, რომ არაფერი არ იყო და უკანასკნელ 20 წელიწადში დაახლოებით 10-დან 15 ახალ პრეპარატამდეა უკვე იმ დაავადების სამკურნალოდ მოწოდებული და იმედია, რომ ასევე განვითარდება ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროსაც ნეირომედიცინა და შესაბამისად ნეიროთერაპიული მიდგომები.